გამოგიწევენ. ნუ ჩაერთები. მე ხა ის წინამძღვარი. მეგობარო. ერთ წუთი გაჩერდი რა. ერთ წუთი მინჩა. გაჩერდი ერთ წუთი. გაჩერდი. ჩემი ძმა. იქით რა ჩამოვაგინა. თქვენ ვინ ახლა? ინა არ ბედერა თქვენ ვინ დაგიზარდა. მოდი ერთ წუთი მოგზავნე. რა გამოვიდა? მოდი ვინ დაგიძახა. სად დავწალებ და სად გადავასვენებ ჩემ ფარს. ეს არის ჩემი ნებასურვილი და მე თუ წინამძღვარს არ შეუთანხმე, სამაგიეროდ პატრიარქი არის საქმის კურსში. მე მიყავს ჩემი მეუღლე და თქვენი რა საქმეა საწავიყვან, მინდა სახში დავიდე. გადაბრძანდით ზიად გამსახურდიას პატრონები არ ყავდა არასოდეს საფლავზე და ეხლა შენი დამიქე. გადაბრძანდი იქეჩქარა. ძადი და შენ ცხოვრებაში არ ამოსულხარ და არ გინახავს ეს საფლავი და ეხლა გაგაინტერესა? ვისაც ემსახურება იმის საფლავზე დადგეს და წავიდეს და მოჩნოს დღედახმ. რუსთავი არის გრაუნდა. აბა ახლა მოუსვით კიცმარიშვილების და იმის კიკალიშვილების ტელევიზია რუსთავიო წაბძანდით ახლა. მაიშვილის ტელევიზია ახარ არის რუსთავიორი და. წადი რა არ არის რა ცოტა გამსახურდიაზე რაც გადაეცირა დაგავიწყდა. წადი ახლა აქედან. სამ უფლება გვაქვს არ მოგცეთ ინფორმაცია. წადი. პირველ რიგში უნდა იყოს ერისნება, მეორე რიგში უნდა იყოს ხელისუფლების ნება და მესამე რიგში უნდა იყოს აუცილებლად საპატრიარქოს ნება. ეს სამი თანხმობა აუცილებლად უნდა შედგეს და ძალიან მწუხა თქვენი შვილის შეიძლება უსამართლოდ გაჭერის დავი. მე არ ვიცი ზუსტად ვერ ვერკვევი ამ საკითხებში, მაგრამ თუ ის მართალია, მადლობა უფალს, მადლობა შეწირეთ უფალს, ვიბრძოლოთ. ყველამ ერთად ვიბრძოლოთ, გამოვიდეს და თავი დავანებოთ. ეს არის საშინელება. ამაზე დიდი საშინელება არ შეიძლებოდა გაკეთებულიყო ბატონის ზვიადისთვის. ისიც რა შეურაცხყოფასაც აყენებდა. მოკვდინება შეიძლებოდა ძალადობრივი მოკვდინება. თავისთავად დაგროვდა უდიდესი პროტესტი, როგორც მის ოჯახში, ასევე საზოგადოებაში, ყველა მის მომხრეებში და ეს უკვე დენთად აგორებული აფეთქებული ადამიანები მოადგნენ საფლავს. სამწუხაროა, სიმართლე მათშიც არის, ამ ადამიანებში არის სიმართლე, მაგრამ ეს სიმართლე როცა იწვევს საშინელ შედეგებს, ალბათ მიუღებელია.